გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა იურისტის საათი, რომელსაც მე თენგო ომანიძე გავუძღვები. ჩვენი გადაცემა გადაიცემა როგორც იცით სოციალურ ქსელებში, საქართველოს ტალღა ასე უნდა მოძებნოთ ჩვენი როგორც Facebook, ისე YouTube გვერდი და ასევე TikTok გვერდით, სადაც შეგიძლიათ რომ ნახოთ საინტერესო მონაკვეთები ჩვენი სტუდიის გადაცემებიდან. ასევე ჩვენ მაუწყებლობთ ტელეკომპანია თავისუფალი არხის ეთერში, რისთვისაც მადლობა სუხთით ბუნებრივია ამ არხის ხელმძღვანელობას. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ გადაცემას, ჩვენი სტუმარი იქნება ადვოკატი ბატონი მერაბ ჩიქოვანი, რომელიც გახლავთ გახმაურებულ საქმეზე, ეგრეთ წოდებულ თაღლითური კოლცენტრების საქმეზე, ბრალდებული პირების ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის ადვოკატი და უფლებადამცველი. მოგესალმებით ბატონო მერაბ, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან სტუმრად. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ღირებულია სიმართლე, ღირებულია ობიექტურობა და სამართლებრივი სტანდარტი. დიდი მადლობა. ზოგადად ეს საქმე საკმაოდ რეზონანსული არის. თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც და ალბათ შევეხებით ახლა გადაცემის მსვლელობის დროს, რომ ეს არ არის ერთადერთი საქმე, ხო, ამ შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ აღძრული. თუმცა აი ამ საქმემ, თაღლითური კოლცენტრების საქმემ გამოიწვია დიდი ინტერესი საზოგადოებაში, მაგრამ ბევრი დეტალი საქმის და პრინციპში ძირითადი დეტალები ალბათ საქმის საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია. აი უფრო მედიაში გამოქვეყნებული სტატიების სათაურებიდან გვაქვს ინფორმაცია და ამდენად ვფიქრობთ, რომ იქნება საინტერესო მაყურებლისთვისაც, რომ ღრმად ჩავიხედოთ კონკრეტულად რა შეეხება ბრალი, რას გულისხმობს ამ შემთხვევაში პროკურატურა, რას ედავება თქვენი დაცვის ქვეშ მყოფებს პირველ რიგში და რა გახდა მე ამ ყველაფრის ამ ბრალდებების საფუძველი. რო დავიწყოთ აი უშუალოდ ბრალის ნაწილით, აი რა წერია ბრალის დადგენილებაში, რა დააშავეს პროკურატურის ვერსიით თქვენი დაცვის ქვეშ მყოფმა პირებმა და საფუძველს რას უთითებს ამ შემთხვევაში პროკურატურა, რატომ ჩათვალეს მათ, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან? პირველ რიგში აღსანიშნავია ის გარემოება და აუცილებლად მინდა თქვენს გადაცემაში აღნიშნულ ხაზზე გავუსვა, ეს არის გაუთქმელობის თემა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბრალდების მხარე, დაცვის მხარე დაავალდებულა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ინფორმაციის გაუთქმელობასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად მამით საბოლოო ჯამში რო გავაკეთოთ უკვე გასული დღეების ანალიზი, მივიღეთ რა ბრალდების მხარე გამოდის აწვის საზოგადოებას ინფორმაციას და სხვათა შორის საინტერესო დეტალია ის, რომ ზოგ ტელესაშუალებებს საქმის მასალებიც კი აქვთ, ესეც რეალობაა და რა თქმა უნდა აქ ეჭვი უკვე ბრალდების მხარეზეა და შეუძლებელია დაცვის მხარეზე მიიტანოს ადამიანმა ეჭვი, ვინაიდან ამ შემთხვევაში მხოლოდ თავის ინფორმაციულ ნარატივს აწვის საზოგადოებას ბრალდების მხარე და მეორეს მხრივ დაცვის მხარეს უგრძალავს ამ შემთხვევაში რაიმე ისაუბროს ღიად საჯაროდ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, იმ სისხლის სამართლის საქმის მასალებზე, რომლებზეც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. პირველ რიგში მივიჩნევთ ნამდვილად, როგორც უფლებადამცველები, როგორც ადვოკატები, რომ ეს არის სწორედაც მხარეთა შორის შეჯიბრებითობის დარღვევა, ბალანსის დარღვევა და არის მცდელობა საზოგადოებამ იცოდეს მხოლოდ ერთი წყაროდან მიღებული ინფორმაცია. რაც შეეხება ბრალს. მოდით აი ეს ნაწილი რომ სანამ ბრალზე გადავალთ, ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის, რაზეც თქვენ გამახვილოთ ყურადღება, გაუთქმელობა და აი როგორ ხდება მე საზოგადოების ინფორმირება ასეთ პირობებში. პირველ რიგში ვთქვათ, ეს აკრძალვა ეხება ორივე მხარეს კანონით, ხო მართალია, როგორც ბრალდების მხარეს, ისე დაცვის მხარეს, წესით. აი ჩვენ ვხედავთ მართლაც და თქვენ სწორად გაიხსენეთ, რომ სხვადასხვა მედია საშუალებებში, მათ შორის საქმის მასალები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რომ ჩვენ მოვიპოვეთ ასეთი ფორმულირებით ხდება ხოლმე როგორც წესი, ჩვენმა წყარომ მოგვაწოდა რაღაც მასალები გამოძიების საქმიდან, ასე ვთქვათ, ასეთ დროს არა აქვს ვალდებულება წესით სახელმწიფოს, რომ თუ კი მასალები ჟონავს მედიაში, დაიწყოს მოკვლევა ვინ თუ არ ვიცი, აი რა პროცედურები არის, რანაირად მოხდა განმჟღავნება, ან აი რა დაცვის მექანიზმი აქვს ასეთ შემთხვევაში დაცვის მხარეს, რომ დააბალანსოს ვითარება, მართლა ჩვენ ხედავთ ეს საქმე არ არის სამწუხაროდ გამონაკლისი, როდესაც აი ინფორმაციული შტურმი ხდება მხოლოდ ერთი მიმართულებიდან და მეორეს მხრივ დაცვის მხარეს ფაქტიურად კანონით აქვს შეზღუდული ხმის ამოღება ამ ყველაფერს. შეხედეთ მოცემულობას, ყველაზე უფრო საინტერესო ის არის, რომ
თუ გავაკეთებთ ამის ანალიზს, რაც ხდება ამ გაუთქმელობასთან მიმართებით, დეტალი არის ის, რომ პრაქტიკულად საზოგადოებამ ვიღაცა სურს და რატომღაც სამწუხაროდ საქართველოს პროკურატურამ გადაწყვიტა ეს, რომ საზოგადოებამ იცოდეს მხოლოდ და მხოლოდ მისგან ინფორმაცია და განსხვავებულ აზრს არ მიაქციოს ყურადღება. ანუ შესაბამისად არ გაჟღერდეს განსხვავებული აზრი, არ გაჟღერდეს სისხლის სამართლის საქმის მასალებში არსებული რეალობა. მიზეზი რა გახდა აი ამის რატო დახურა ასე ვთქვათ ხდომა თუ არ ვიცი როგორც ქვია. ნუ ალბათ ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ რეალურად სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ არსებობს მტკიცებულებები. ეს შეიძლება იყოს მიზეზი, ვინაიდან ჩვენ გავეცანით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია გითხრათ, რომ რაც არის ამ ეტაპისთვის სისხლის სამართლის საქმის მასალები გადმოცემული არც ბატონი ოთარ ფარცხალაძის მიმართ და არც მიხეილ ჩოხელის მიმართ არ არსებობს რეალური ხელშესახები მტკიცებულებები და სამწუხაროა, მართლაც სამწუხაროა, რომ ბრალდების მხარე დაუბრუნდა 2012 წლის ნიშნულს წარსულს, როდესაც ასე ხელაღებით ხდებოდა ბრალის წაყენება ადამიანებზე. რას გულისხმობ, უფრო დავკონკრეტდები, არ შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიეცეს პირი 1, 2, 3 პირთა ჩვენებით ერთი და იგივე კოლცენტრების ეგრეთ წოდებული კოლცენტრების საქმეზეა საუბარი, ერთი და იმავე დანაშაულში მხილებული პირთა ჩვენებებით, რომელთა ჩვენებები არ დასტურდება არანაირი სახის მტკიცებულებებით. ჩვენება პირველი უნდა იყოს თანხმედრაში უნდა იყოს ჩვენებები, ერთი, მეორე აუცილებლად პირის მიერ მიცემული ჩვენებას უნდა ადასტურებდეს სხვა ობიექტური ნეიტრალური მტკიცებულება. მსგავსი რამ ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს. შევეხოთ ასევე საინტერესო საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია სამართლებრივ პროცესში თუ ვინ აძლევს ჩვენებას, რა მდგომარეობაშია ჩვენების მიმცემი პირი. ამ შემთხვევაში პროკურატურამ თავად დაგვიანონსა მათი გვარები, თავად გვითხრა ის ბრალის ფორმულირება საზოგადოებას და ამ შემთხვევაში ეს პირები არიან ის პირები, რომლებმაც ამ ჩვენებით აირიდეს საკმაოდ მრავალწლიანი სასჯელი. და სამწუხაროა ის, რომ მათ ენდო საქართველოს პროკურატურა იმის ნაცვლად გადაემოწმებინათ დეტალურად გავლილიყო ყველაფერი, როდესაც ერთი პირი აცხადებს მეორე პირზე გარკვეული სახის ინფორმაციას და ნუ ასე ვთქვათ, ამხელს მას რაიმე ქმედების ჩადენაში, თავისთავად თვითონ სპეციფიკიდან გამომდინარე ქმედების უნდა მოხდეს ამ ჩვენების გადამოწმება. ხომ არ აძლევს ეს პირი ჩვენებას მის სასიკეთოდ, მისი სარგებლისთვის. აი ეს ყველაფერი უნდა გამოირიცხოს. რა ვიხილეთ? ვიხილეთ ის, რომ კონკრეტული პირები იმყოფებოდნენ ციხეში, ეს არის ფაქტი და დღეს ეს პირები არიან თავისუფლებაში. ამ ჩვენებების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, ეს ნდობის სანაცვლოდ. არ შეიძლება სისხლის სამართალი და საერთოდ სამართალწარმოების ველი, ეს არ არის ჭორაობის ველი, კიდევ ერთხელ გამეორდები და ეს არ არის ნდობის ველი, რომ მე ვენდო მოწმის ჩვენებას, უნდა გადამოწმდეს, უნდა იქნეს მოპოვებული რაიმე სახის მტკიცებულება ნეიტრალური ობიექტური, რომ პირი რეალურად მისცე პასუხისგებაში და კონდეს ბრალისთვის აუცილებელი სტანდარტი. ჩვენ შემთხვევაში ბრალის კანონით დადგენილი აუცილებელი სტანდარტი სამწუხაროდ არ გაგვაჩნია.
ანუ თუ სწორად გავიგე, ბრალდების საფუძველი მხოლოდ იმ პირების ჩვენება გახდა ამ შემთხვევაში, რომლებმაც საპროცესო რაც გამოაცხადა პროკურატურამ, რომ მათთან მოხდა ასე ვთქვათ საპროცესო შეთანხმება, არ ვიცი რაზე მოელაპარაკნენ, მათ მისცეს ჩვენება კონკრეტულად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების წინააღმდეგ და ამის საფუძველზე გათავისუფლდნენ. ამის იქით სხვა რაიმე მტკიცებულება ჯერჯერობით არ არის საქმეში. სისხლის სამართლის საქმეში რაიმე სხვა მტკიცებულება ბატონი ოთარის, ბატონი მიხეილის მიმართ არ არსებობს. სწორედ ამაზე ვსაუბრობ. იცით რატო გამიჩნდა აი ეს კითხვა უბრალოდ მინდა დავაზუსტო. ერთადერთი საქმე არ არის სამწუხაროდ ეს, როდესაც ადვოკატი ჩვენ სტუდიაში თუ სხვაგანაც საუბრობს, რომ აი მხოლოდ მოწმის საფუძველზე ხდება ბრალის აყენება, მათ შორის აი იგივე მეორე საქმეზე რაზეც აქ ბრალი წარდგენილი ოთარ პარცხალაძეს საკითხი შეეხება ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შეკვეთას და ორგანიზებას. იქაც სწორედ გვაქვს ეს ვითარება, როდესაც მოწმეთა ჩვენებები არის მხოლოდ ბრალდების საფუძველი, მაგრამ იქ მე მომისმენია ასე ვთქვათ ასეთი არგუმენტიც, რომ ხა როდესაც ადამიანის მკვლელობის ორგანიზებაზეა საუბარი, გასაგებია, რომ ეს არის უკიდურესად გასაიდუმლოებული ასე ვთქვათ დანაშაული, თვითონ დამნაშავე პირთა წრეც ცდილობს, რომ მაქსიმალურად დამალოს მტკიცებულებები და მე შემდეგ გასაგებია რომ პროკურატურისთვის ძალიან რთულია რომ ზოგადად ასეთი ტიპის ბრალდებაზე მტკიცებები მოიპოვოს. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, ეს არის მაინც ბრალდების სტანდარტი. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ თაღლითურ კოლ-ცენტრებზე, აქ თვითონ დანაშაულის ხასიათი თვისობრივად განსხვავებულია. ამ სახის დანაშაულში ხო უამრავი ადამიანი უნდა იყოს წესით ჩართული და შეუძლებელია აქ ამ შემთხვევაში ჩვენ ვისაუბროთ რომ მტკიცებები არ არსებობს ან ვიღაცამ გაანადგურა. ამიტომ გამიჩნდა სწორედ ეს კითხვა რომ თუ კი იქ აქვს ბრალდებას ეს არგუმენტი რომ აი რა ვქნათ ეხა მტკიცებულებები განადგურებულია და აი მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მინიმალურ რაღაც კვალს ჩავეჭიდოთ ეს შემთხვევა წესით უნდა იყოს ხო ამისგან განსხვავებული წესით უნდა ჰქონდეს პროკურატურას იმის შესაძლებლობა რომ უამრავი მტკიცება მოიპოვოს. რა თქმა უნდა სრულიად გეთანხმებით უბრალოდ ბრალდებას არ უნდა გქონდეს მსგავსი არგუმენტი. ჩვენ უნდა გავიგოთ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში, რომ თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, ვიყოთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც სამართლებრივი ღირებულებები არსებობს, სადაც კანონი არის ყველასთვის კანონი და ასე ვთქვათ, ხდება კანონის უზენაესინების აღსრულება. ამ შემთხვევაში უნდა იყოს მტკიცებულებები და არა არგუმენტი. აი რა ვქნათ, რთული საქმეა. რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრების თემას, კოლ-ცენტრებთან მიმართებით აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, ეს ისეთი სპეციფიური დანაშაულია თავისი არსით, სადაც მონაწილეობს უამრავი ადამიანი და თავისთავად მტკიცებულებების მოპოვება სახელმწიფო ბრალდებას არ უნდა გაუჭირდეს. თუმცა მერწმუნეთ, სადაც ბუნებაში არ მომხდარა რაიმე ფაქტი, რაიმე დანაშაულებრივი ფაქტი, ბატონი ოთარისა და ბატონი მიხეილის მხრიდან იქ მტკიცებულებებს ვერ მოიპოვებ და დღეს ის ჩვენებები, რაც არის ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრის საქმეზე, ეს არის ყალბი ჩვენებები, ეს არის სიყალბე, ეს არის გამიზნულად მიცემული ჩვენებები, რათა კონკრეტულ პირებს მოეპოვებინათ თავისუფლება და ეს არც დაუმალავს საქართველოს პროკურატურას, როდესაც ამაზე საქართველოს პროკურატურის შენობაში გაიმართა თავის დროზე ბრიფინგი. თუმცა დგას საკითხი, რატომ ვენდობით მათ, რატომ გადამოწმების გარეშე ხდება პირთა პასუხისგებაში მიცემა, რატომ არ სიღრმისეულად ასე რომ ვთქვათ არ შევდივართ კონკრეტულ საკითხში, რომ საბოლოო ჯამში დავადგინოთ, გადავამოწმოთ სიმართლეს გვეუბნება პირი თუ ურცხვად გვატყუებს. მით უმეტეს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვინ არიან ეს პირები, ვინც იძლევიან ამ ჩვენებებს. ეს არის მრავალჯერ თაღლითობისთვის ნასამართლები პირები. შესაბამისად, მათ აქვთ ნასამართლება თაღლითობისთვის. მრავალჯერ აქ არ არის მხოლოდ ერთხელ რაღაც შეცდა, რაღაც ბოინანია, მოიხადა სასჯელი და ასე შემდეგ. როდესაც პირები არიან მრავალჯერ ნასამართლებები თაღლითობისთვის, სწორედ აქ უნდა გამოიჩინოს თავისი მაღალი ყურადღება საქართველოს პროკურატურამ. არავინ არ ამბობს, არ გადაამოწმო ეს ინფორმაცია, არ დაიწყო გამოძიება, არ იმუშავო ამ მიმართულებით. თუმცა, როდესაც არ არის მტკიცებულება გარდა მრავალჯერ ნასამართლები პირთა მიერ მიცემული ჩვენებისა,
რა თქმა უნდა არ შეიძლება პირთა პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება ზარზეიმით სახელმწიფოს მოახსენო რომ აი ჩვენ ტრანსნაციონალური დანაშაული გავხსენით და შესაბამისად მუშაობთ და შეხედეთ აქ თურმე რა ხდებოდა აი თქვენ ახსენეთ რომ გამოძიება უბრუნდებაო 2012 წლის პერიოდის თუ მანამდელი პერიოდის სტანდარტს სხვა შორის ალბათ მაყურებელს ისედაც იცის მაგრამ საჭიროა ხაზი გაუსვათ თქვენ ამ შემთხვევაში ხართ უფლებადამცველი ადვოკატი რომელსაც დღეს და გუშინ არ დაუწყია ასე ვთქვათ ეს საქმიანობა და მათ შორის 2012 წლამდე საზოგადოებას კარგად ახსოვს ბევრ გახმაურებულ საქმეში იყავით ჩართული აი როცა საუბრობთ რომ ერთგვარ პარალელს ავლებთ მანამდე არსებულ გამოძიებებსა და დღეს არსებულ სტანდარტს შორის რას გულისხმობთ ამ მხრივ ეს არის აი მხოლოდ ეს რომ მოწმეების ჩვენებებით ხდება ბრალდებაში პირების მიცემა საზოგადოების დიდ მონაწილეს რა თქმა უნდა შეიძლება აღარც ახსოვდეს ან ეს ინფორმაცია დავიწყებულიც იყოს როგორ ხდებოდა მაშინ ადამიანების დადანაშაულება და პასუხისგებაში მიცემა აი რა პარალელი დაინახეთ თქვენ ამ კონკრეტულ შემთხვევას სამწუხაროდ ჩემ და სამწუხაროდ დავინახე ეს პარალელი სწორედაც ამ სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე ეს არის ბატონი ჯანგველაძის თემა ეს არის ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების თემა და რატო სწორედაც 2012 წლამდე არ არსებობდა სტანდარტი ჩვენს ქვეყანაში კანონით ყველაფერი გვაქვს გაწერილი აბსოლუტურად თუ გადავხედავთ საკანონმდებლო ბაზას აბსოლუტურად წერტილმძიმეთი არის ყველაფერი გაწერილი თუმცა პრობლემა რა იყო ის რომ 2012 წლამდე არ აქცევდა ამას არავინ ყურადღება არავის ეს არ აინტერესებდა ადამიანები რეალურად მტკიცებულებების გარეშე ადამიანებს აღკვეც უფარდებდნენ ციხეში უშვებდნენ და 1000 რამ ხდებოდა კარგად მოიხსენება საზოგადოებას და ჩვენ იმ ნიშნულზე არ უნდა დავიდეთ აი ეს არის მნიშვნელოვანი ღერძი, სამართლებრივი ღერძი. რადგან, როდესაც უყენებთ ჩვენ ბრალს ადამიანებს და შემდგომში საზოგადოებას ზარზეიმით ვაცნობთ, აღნიშნულზე აუცილებელი არის ბრალის სტანდარტი, მტკიცებულებათა სტანდარტი, ის საფუძველი, რომელმაც გადაგაწყვეტინა როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს მიგეღო ეს ზომა და რა არის ეს ზომა? ეს არის პირის პასუხისგებაში მიცემა. მაგრამ თუ არ გაქვს ეს სტანდარტი, ამ შემთხვევაში არ შეიძლება ამის გაკეთება. გადაამოწმე, გააგრძელე გამოძიება და თუ არ არის მტკიცებულებები, მაშინ ნუ მისცემ პასუხისგებაში. პრობლემა ეს არის. სახელმწიფომ ასე არ უნდა ენდოს მხოლოდ და მხოლოდ პირთა როგორ გითხრათ რა პირველ შემთხვევაში ჯანგველაძის თემას თუ ავიღებთ პირთა ჭორაობებს ამას სხვა ვერაფერს ვერ დაარქმევ და მეორე შემთხვევაში ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების თემასთან მიმართებით ამ შემთხვევაში ვინ იძლევა ჩვენებას და რითი დასტურდება ჩვენება ერთია მივეცი ჩვენება მეორე ჩვენება უნდა დასტურდებოდეს რაიმეთი აქ ჩვენ გვაქვს ორივე შემთხვევაში ნული მარტივად რო ვთქვათ არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს პირველ შემთხვევაში გვაქვს ჭორაობა და მტკიცებულებები ნული მეორე შემთხვევაში გვაქვს მრავალჯერ ნასამართლელ თაღლითობისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ მრავალჯერ ნასამართლელ პირთა ჩვენებები და მტკიცებულება ნული აი ეს არის ის სტანდარტი რაც იყო წარსულში ამიტომ გავავლე აღნიშნულს პარალელი რომ ამის დაშვება არ შეიძლება აი თქვენი აზრით რა გახდა ამის ეს შეიძლება არ არის უშუალოდ ახლა სამართლებრივი ნაწილი საქმის მაგრამ რაღაც საფუძველი ხო უნდა ქონოდა ამ შემთხვევაში სახელმწიფოს რატომაც გადაწყვიტეს რომ ადამიანები ასე ვთქვათ ასეთი სტანდარტით მისცენ ბრალდებაში ხომ არ გაქვთ ან ინფორმაცია ან მოსაზრება რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში მიზეზი მოდით ადამიანი ყოველთვის კარგს უნდა ფიქრობდეს ჩემი აზრით და ყოველთვის კარგისკენ უნდა იყოს თავის ფიქრითაც ორიენტირებული და რას გულისხმობ ამაში იმედს ვიტოვებ რომ ნამდვილად აი ამ ბრალების უკან რაც აქვს ბატონ ოთარს და რაც აქვს ბატონ მიხეილს მართლაც არ დგას სხვა ინტერესი და აქ ჩვენ უბრალოდ გვაქვს ის მოცემულობა რომ
სახელმწიფო ბრალდებამ სამწუხაროდ ამ პირთა მიმართ ბრალდების წაყენებით მიიღო არასწორი სამართლებრივი გადაწყვეტილება. სამართლებრივად უსაფუძვლო გადაწყვეტილება. იმეც დავიტოვე. თუმცა აი ეს კონცენტრები ეს ხო არ არის მოგონილი ამბავი. მართლაც არსებობს ასეთი საშინელი ქსელი, რომელიც მე მგონი და რა ვიცი როგორც ვიგებთ ინფორმაციას არა მხოლოდ საქართველოში და ასეც იყო ხო ნათქვამი რომ ეს არის ტრანსნაციონალური დანაშაული არა მხოლოდ საქართველოში ბევრ ქვეყანაში როგორც ჩანს მოქმედებს და ეს როგორც ჩანს მართლაც არის მნიშვნელოვანი პრობლემა ხომ არ უნდა ვივარავდოთ რომ აი სახელმწიფო ამ შემთხვევაში მართლაც ცდილობს იბრძოლოს ამ დანაშაულის წინააღმდეგ და აი თუნდაც ამ კონკრეტული ეპიზოდის შემდეგ საქართველოში ეს დანაშაული გაქრა აღარ არსებობს აღარ ფუნქციონირებს ეს კოლ-ცენტრები მე საერთოდ ისიც მაინტერესებს აი რას გულისხმობს ეს თაღლითური კოლ-ცენტრი როგორ ხდება იქიდან არ ვიცი ეს დანაშაულებრივი თანხების მოპოვება ესე დეტალები როგორც ეს საინტერესო არის ხოლმე მაყურებლისთვის ხო შეგვიძლია დღეს დაბეჯითებით ვთქვათ რომ ჩვენმა საგამოძიებო უწყებებმა ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში აღმოფხრეს რაც სამწუხაროდ როგორც ჩანს არის მსოფლიო პრობლემა საინტერესო კითხვაა ნამდვილად მოდით ვთქვათ ის რომ სახელმწიფო ვალდებულია, რა თქმა უნდა, ებრძოლოს დანაშაულს, აღკვეთოს დანაშაული, შესაბამისად ჩაატაროს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და ალბათობის დიდი ხარისხით ის სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს უკვე დამნაშავე პირები მისცეს პასუხისგებაში. თუმცა დანაშაული სამწუხაროდ კაცობრიობის გაჩენიდან დღემდე მაინც ხდება ის რომ აღმოიფხრას ეს დანაშაული ან აღმოიფხრება და ასე შემდეგ უფალმა ინებოს, მაგრამ არა მგონია. ეს არის საკმაოდ გავრცელებული, ეს არა მხოლოდ აქ საქართველოს პრობლემაა, არამედ მსოფლიოში გავრცელებული სწორედაც ტრანსნაციონალური დანაშაულია, როდესაც ადამიანთა ჯგუფები ეუფლებიან თაღლითურად სხვა ადამიანთა ფულად თანხებს. და მათ შორის მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს პროკურატურას არ დაუმალავს პირებს, რომლებმაც დაორგანიზეს ასეთი დანაშაული, რომლებიც ამ შემთხვევაში რომლებმაც მიითვისეს 9,5 მილიონი დოლარი, სხვა მოქალაქეთა კუთვნილი თანხები, დღეს თავისუფლებაში არიან. სწორედ ამ ჩვენებების ხარჯზე და ამ ჩვენების სანაცვლოდ, იმ ჩვენების სანაცვლოდ, რომლის უკანაც დგას სიცარიელე. ჩვენების უკან სიცარიელე არ უნდა იდგეს. ჩვენების უკან უნდა იდგეს ფაქტები. ესაა საკმაოდ მნიშვნელოვანი. რას ედავებიან აი კონკრეტულად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს? აი მე თავიდან ასე დავიწყე საუბარი ჩვენ საზოგადოების ძირითად ნაწილს აი სათაურების დონეზე გვაქვს და აქვს ინფორმაცია ამ საქმეზე. სამწუხაროდ სხვა საქმეებიც, მაგრამ ვინაიდან აი ეს საქმე განსაკუთრებით რეზონანსული გახდა, დანაშაული არ არის რაღაც კოლექტიური მოვლენა, ხო? ანუ შეიძლება ბევრ პირს კონდეს ბრალი წაყენებული, თუმცა სასამართლოზე თითოეული მათგან ინდივიდუალურად ვის რა წვლილი მიუძღვის, ეს უნდა დადასტურდეს. აი კონკრეტულად თქვენი დაცვის ქვეშ მყოფების შემთხვევაში რას ედავებიან, რას ახორციელებდნენ ისინი, რა ქმედებას, რაც შემდეგ შეირაცხა დანაშაული. აბსოლუტურად გეთანხმებით, ბრალი არის ინდივიდუალური. ამ შემთხვევაში ბატონ ოთარ ფარცხალაძეს ედავებიან მარტივად რომ ვთქვათ, მაყურებლისთვის გასაგებად ფარველობას, თურმე ის ფარველობას უწევდა ამ უკანონობას და ბატონ მიხეილ ჩოხელს რა თქმა უნდა ამ ფარველობაში მონაწილეობას და შესაბამისად ამ ფარველობის გატარებას და კომუნიკაციას ამ პირებთან. ანუ ბატონი მიხეილ ჩოხელი ამ შემთხვევაში ბრალდებული არის კომუნიკაციაში, დახმარებაში. დახმარებაში, რა თქმა უნდა, ანუ როდესაც ჯგუფზეა საუბარი, ანუ შესაბამისად ყველას თავისი როლი აქვს და ბატონ მიხეილს ერგო ის როლი, რომ თითქოსდა და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მტკიცებულებები აქ არის 0, ის ოთარ ფარცხალაძის ხელმძღვანელობით ახორციელებდა მათ ფარველობას, შესაბამისად მათთან კომუნიკაციაში იყო და ასე შემდეგ. აი აქ ცოტა გაუგებარი არის ფარველობაზე როცა მიდის საუბარი, რომ იყოს აქ საუბარი რომელიმე მოქმედ თანამდებობის პირზე, ადამიანზე, ვისაც ხელეწიფება ასე ვთქვათ, დააფაროს დანაშაულს ხელი, მაშინ იქნებოდა გასაგები. ოთარ ფარცხალაძე არ არის
საქართველოს თანამდებობის პირი, წარსულში ის კი რამდენიმე თვით თუ სწორად მახსოვს იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, მაგრამ ამ შემდეგ წლები არის გასული. რას ამბობს ამ ყველაფერზე გამოძიება, რანაირად შეეძლო თან საქართველოში არ მყოფ თანამდებობაზე არ მყოფ პირს გაეწია მფარველობა ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის ამ ქვეყანაში. სხვა ვინმე მოქმედ თანამდებობის პირიც ხომ არ არის საქმეში ბრალდებული, ან აი ამ საკითხზე რომ მეტი სიცხადე შევიტანო. სამწუხაროდ გამოძიება ამაზე არაფერს არ ამბობს. ეს არის რეალობა ამ სისხლის სამართლის საქმის, აბსოლუტურად გეთანხმებით, როდესაც მფარველობაზეა საუბარი, პირმა რამეს ან ვინმეს მფარველობა რომ შეძლოს, მას უნდა კონდეს შესაბამისი ბერკეტები. ბატონ ოთარ ფარცხალაძის არანაირი მსგავსი ბერკეტი არ გააჩნდა და არ ქონია, უკვე წლებია საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის და შესაბამისად სწორედაც აი ეს კითხვა თქვენ რაც დასვით არის პასუხგაუცემელი ამ სისხლის სამართლის საქმეში. წესით პროკურატურამ უნდა დაამტკიცოს ისიც რომ მას რაიმე ბერკეტი ჰქონდა ხომ მფარველობის თუ კი ამას ედანაშაულა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეს არის აუცილებელი მტკიცებითი სტანდარტი. პირველი ნება. როდესაც ადამიანი გამოხატავს თავის სურვილს, თავის ნებას, რომ მფარველობა გაუწიოს მეორე ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს და რა თქმა უნდა რესურსი. ამ შემთხვევაში რა რესურსი გააჩნია ამ ადამიანს, აქვს თუ არა ამის რესურსი და ამის შესაძლებლობა. როდესაც საუბრობთ ნებაზე, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა, ნება არ არის მხოლოდ შინაგანი მოცემულობა, ამირანი გულში მღეროდა ეს ნამდვილად არ არის, აქ არის ქმედითი ნაბიჯები, როდესაც კონკრეტულმა პირმა უნდა გადადგას და ამ შემთხვევაში აქ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში ამის მტკიცებულება არის ნული. არანაირი ქმედითი ნაბიჯი ოთარ ფარცხალაძეს არ გადაუდგამს ამ ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობისთვის. ეს არის აბსურდი, რომელიც ვერ უძლებს კრიტიკას და ძალიან მარტივი მიზეზის გამო. და ეს მიზეზი არის მტკიცებულებათა არარსებობა. ანალოგიური შემთხვევაა ბატონ მიხეილ ჩოხელთან მიმართებაშიც. როდესაც არ არის მტკიცებულებები, არ შეიძლება არც ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთება და არ შეიძლება ამ შემთხვევაში პირთა პასუხისგებაში მიცემა. თუ კი ჩვენ საუბრობთ ამ ქვეყანაში სწორედად სამართლებრივ ღირებულებით სტანდარტზე. სამართალი ეყრდნობა მტკიცებულებებს, სამართალი არ შეიძლება ეყრდნობოდეს რაიმე სახის, ასე ვთქვათ, ბუტაფორულ ჩვენებებს, რომლითაც პირები სარგებლობენ, პირები დაახლოებით 9 წლიანი პატიმრობიდან, სავარაუდო პატიმრობიდან თავისუფლდებიან და იძენენ თავისუფლებას. ეს უნდა იყოს კაცრად გადამოწმებადი. ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი. თუ არ გადავამოწმეთ და ასე ხელაღებით ნებისმიერ პირს მივცემთ პასუხისგებაში. მაგალითისთვის დღეს მოვედი თქვენ სტუდიაში. რამე რო ვთქვა, თქვენს წინააღმდეგ მივცე ჩვენება, ეს საკმარისია თქვენი პასუხისმგებლობის საკითხის დასაყენებლად? რა თქმა უნდა არა. ეს ჩვენება უნდა გადამოწმდეს და მასში ასახული ინფორმაცია უნდა იყოს მტკიცებულებებით გაჟღერებული. სხვა შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოს არ უნდა გქონდეს პრეტენზია სამართლებრივი თქვენს მიმართ. ამ შემთხვევაში ვიღებთ სამართლებრივ პრეტენზიას საგამოძიებო ორგანოსგან, რომელიც არ არის მტკიცებულებებით გამყარებული, რომელსაც არ უდევს საფუძვლად მტკიცებულებები. აი ძალიან საინტერესო დეტალი არის, იმიტომ რომ თუ კი მართლაც პირს ედავებიან და ამ შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძეს ედავებიან, რომ ის მფარველობას უწევდა რაღაც დანაშაულს, მაშინ ალბათ, ფორმალურად მას არანაირი ბერკეტი არ ჰქონდა, თუ ამ შემთხვევაში პროკურატურა და ბრალდება საუბრობს, რომ ოთარ ფარცხალაძეს არაფორმალური გავლენები ჰქონდა და ამით ახდენდა მფარველობას, მაშინ ლოგიკურია და უნდა ველოდოთ, რომ მათ ამის მტკიცებულებაც უნდა მოიტანონ სასამართლო პროცესზე. და ეს არაფორმალური მფარველობები და მათ შორის სახელისუფლებასთან თუ კი არსებობდა მათი ვერსიით რაიმე მსგავსი კონტაქტები, მაშინ ამაზეც უნდა გამართონ მსჯელობა, თუმცა
ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ მხრივ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არანაირი მტკიცებულება არ არის საქმეში ჩადებული. რა თქმა უნდა, პატივცემულო, არანაირი მტკიცებულება არ არის, სწორედაც ეს აჩენს ადამიანურ პროტესტსაც, შინაგან სამართლებრივ პროტესტსაც, რომ არ შეიძლება ადამიანების ასე ხელაღებით პასუხისგებაში მიცემა, ვინაიდან უნდა იყოს რაღაც მტკიცებულება, უნდა იყოს ის სტანდარტი აუცილებლად დაცული. მასე და აი ამ მიმართებით ჩვენ ვერასოდეს ვერ განვითარდებით და ვერასოდეს ვერ ავაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს. მოგწონს ჩვენ ადამიანი, არ მოგწონს ჩვენ ადამიანი, ჩვენ სახელმწიფოში უფლებები ადამიანის უნდა იყოს უმაღლეს დონეზე დაცული და ეს პოზიტიური ვალდებულება სწორედაც აქვს სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ის რომ მტკიცებულებების გარეშე არ უნდა გასამართლდეს ადამიანი, ვისი შინაგან ერწმენა როგორიც გინდა იყოს ამ შემთხვევაში, ვიღაც შეიძლება უთქმელად აჯეროდეს ვინმეს დანაშაულის, ამ პირიქით ვიღაცას 100%-იანი მტკიცებულება რო დაუდო, მაშინაც არ დაიჯეროს. აი, ესეთ ვითარებაში რო არ ვიყოთ, ამისათვის კაცობრიობა შეთანხმდა, რომ მტკიცებულების გარეშე არავის პასუხისგებაში მიცემა არ შეიძლება და რა თქმა უნდა, სამწუხარო იქნება თუ კი საქართველოს ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდება და აი ამ მთავარ პრინციპს სამართლისას არ გაითვალისწინებს ჩვენი მართლმსაჯულება. ერთი საინტერესო საკითხი კიდე რაც ამ საქმეს თან ახლავს, ეს არის ასეთი ვითარება, როდესაც მართალია რამდენიმე პირი არის ბრალდებაში, ასე ვთქვათ, პასუხისგებაში მიცემული, თუმცა ფაქტობრივად მე ესეთი შტაბ-ბიჭდილება მრჩება იმ ინფორმაციიდან, რასაც ახლა გავაჟღერებთ და გვითქვამს ადრეც თითქოს სასჯელს ამ ამბავზე იხდის გარდა ამ ადამიანებისა კიდე რამდენიმე ათეული ადამიანი, მათი ოჯახის წევრები, გულისხმობ ყველა იმ ადამიანს, ვიზეც გავრცელდა ყადაღა, რომელიც ამ საქმიდან გამომდინარე დაედო ბრალდებული პირების ოჯახებს თუ მათთან დაახლოებულ ადამიანებს და ჩვენი ინფორმაციით საუბარი არ არის ერთი და ორ ადამიანზე, რამდენიმე ათეულ პირზე არის საუბარი, რომლებსაც აბსოლუტურად ყველაფერი და აქ ლაპარაკობთ ბრალდებული პირების მშობლებზე, საუბრობთ მათ შვილებზე, მათ შორის ერთ-ერთი ინფორმაცია იყო, რომ სახელმწიფო პენსიის დაყადაღებაც კი მოხდა, რომელიც პირს და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე აქვს ბავშვს ამ შემთხვევაში დანიშნული. აი ეს რანაირი პრაქტიკა არის. დაუშვათ და ადამიანმა მართლაც ჩაიდინა თუნდაც დანაშაული და თუნდაც ეს რაღაც უტყუარი მტკიცებულებებით ჰქონდეს დადასტურებული პროკურატურას. ის რომ აბსოლუტურად ყველაფერზე, ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, არ ვიცი, ყოფილმეუღლეებზე, ყველაზე რომ გაავრცელო ამ დანაშაულისთვის ყადაღა და დააყადაღო მაგალითად მამის ავტომობილი, რომელსაც ადამიანი ასაბუთებს, რომ შვილმა კი არ აჩუქა და შვილთან არანაირი შეხება არ ქონია და პირადი ქონებით აქვს შეძენილი. აი ეს ნორმალური პრაქტიკა არის, სხვა საქმეების შემთხვევაშიც ასე ხდება და რანაირად უნდა დაიცვას ასეთ დროს ადამიანმა თავი. ან რა პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს, როდესაც აბსოლუტურად ყველაფერს უყადაღებ ადამიანს, შემდეგ ის ოჯახი როგორ იცხოვრებს, რას პროდუქტს როგორ იყიდის ელემენტარულად, ამაზე სახელმწიფო იხსნის პასუხისმგებლობას? პრაქტიკულად ასე გამოდის. ეს არის სამწუხარო რეალობა. ზოგადად ეს არამხოლოდ ამ სისხლის სამართლის საქმეებშია, რომლებზედაც ჩვენ საუბრობთ, არამედ ზოგადად ეს არის გავრცელებული პრაქტიკა, რაც არის არასწორი. და რატომ არის არასწორი? კონკრეტულ პირს შეიძლება სახელმწიფო ედავებოდეს გარკვეულ პერიოდს. არ შეიძლება პირობითად რო ავიღოთ, საბჭოთა დროს მშობელმა სახლი რო შეიძინა და ის სახლი რო აქვს დღესაც, ის სახლი დააყადაღო. არ შეიძლება სტუდენტ შვილს დაუყადაღო სტუდენტური ბარათი. არ შეიძლება უბრალოდ რა ახალგაზრდა ბავშვს, რომელიც სწავლობს, მას სტუდენტური ბარათიზე არსებული 20 ლარი თუ 10 ლარი დაუყადაღო. სამწუხაროდ ეს არის სამართლებრივი პრობლემა, აბსოლუტურად სწორს ბრძანებთ და იმედი გვაქვს იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლება არის ერთადერთი ძალა ამ ქვეყანაში და ასე უნდა იყოს ყველგან, როდესაც მხოლოდ მას შეუძლია შებოჭოს სამართლებრივი სივრციდან გასული ბრალდების მხარე და დააბრუნოს სამართლებრივ სივრცეში.
სასამართლოზეა ამ შემთხვევაში ბევრი რამ დამოკიდებული, ბრალდება, როდესაც იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს და მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებს, როგორც თქვენ ახსენეთ, იგივე პენსიასთან დაკავშირებით, იგივე ამ შემთხვევაში, როგორც მე მაგალითად ვახსენე, სტუდენტურ ბარათთან დაკავშირებით, სასამართლომ უნდა შებუჭოს. აი რატო არ ხდება ასეთ სამწუხაროდ, აი ეს ხო სასამართლო იღებს საბოლოო ჯამში არა მოწმებს სასამართლო, აი რასაც ითხოვს ბრალდება და გასაგებია ბრალდებამ შეიძლება ყველაფრის დაყადაღება მოითხოვოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ხო უნდა დაყადაღდეს ის ქონება, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით შეიძლება პირს კონდეს მოპოვებული და ეს უნდა დაინახოს სასამართლომ. ეხლა როდესაც პროკურატურამ მოითხოვა მაგალითად სტუდენტური ბარათის დაყადაღება ან მაგალითად თქვენ როგორც ვთქვით საბჭოთა პერიოდში შეძენილი ქონების სახლის დაყადაღება. ამ შემთხვევაში სასამართლოს არ აქვს ერთგვარი ვალდებულება რომ შეამოწმოს და თუნდაც აი ნაწილობრივ დააკმაყოფილოს კი ბატონო, მაგრამ ნაწილზე მაინც უარი უთხრას პროკურატურას. აბსოლუტურად გეთანხმებით, არათუ ვალდებულება, არამედ სასამართლომ უნდა გააკეთოს ეს. რატო? იმიტომ რომ სასამართლომ უნდა გადაამოწმოს შუამდგომლობის დასაბუთებულობა. რა არის შუამდგომლობის დასაბუთებულობა ამ შემთხვევაში? არის ის რომ როდი შეიძინა პირმა ქონება და პირველი ვალდებულება კანონმდებლობაში ეს პირდაპირ გვიწერია. არ შეიძლება დაყადაღდეს პირის არსებობისთვის საჭირო ქონება. ანუ თუ გინდ ფულადი სახსრები იყოს. უკაცრავად ამ შემთხვევაში პროკურატურას ძალიან ბევრი უფლება აქვს. დაუხვად შეუძლია სახლის და არავინ არ შეუშვას. ამაზეც თანხმობა უნდა გასცეს სასამართლო, ქუჩაში უნდა დარჩეს პირი. ანუ ხო უნდა დავფიქრდეთ ამ ყველაფერს. და თან ეს ყველაფერი უბრალოდ ჯერჯერობით ეჭვის საფუძველზე რომ არაფერი არავის დამტკიცებული რო არა. ჯერჯერობით სწორედაც იმ ეჭვის საფუძველზე და არა გამოტანილი განაჩენი. განაჩენი ხო უმაღლესი სტანდარტია. ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა, რომელსაც თქვენ შეეხეთ, საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა და იმედს ვიტოვებთ იმისა, რომ აუცილებლად სასამართლო ხელისუფლება ამაზე დაფიქრდება, გაანალიზებს, ვინაიდან გერმანელი პასტორისა არ იყოს, თუ სწორად მახსოვს ნიხოლერი იყო, არ მახსოვს ახლა გვარი ზუსტად, როდესაც კარგი გამონათქვამი აქვს, როდესაც კომუნისტებს მიადგნენ ხმა არ ამოვიღე, როდესაც ებრაელებს მიადგნენ ხმა არ ამოვიღეო და ბოლოს როდესაც მე მომადგნენო, უკვე აღარავინ დარჩა ხმის ამომღებიო. ამიტომ ძალიან მარტივია, სწორედაც სასამართლო არის ის ხერხემალი, ის სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ დააბრუნოს პროკურატურა თუ კი გამოვა სამართლებრივი სივრციდან სამართლებრივ ველში თავისი გადაწყვეტილებით და იმედია აი ამ ყველაფერზე, აი ამ სტანდარტზე სამწუხაროდ რაც არის დამკვიდრებული და რაც გვაგონებს იმდროინდელ სტანდარტს, რა იყო 2012 წლამდე. მოდით პირდაპირ ვთქვათ, იყო ის რომ ცარიელი ფურცელი რო შეეტანა. მარტივად რო ვთქვათ, პროკურორს სასამართლოში მასზე განჩინება გამოვიდოდა და დაკმაყოფილდებოდა ასე რომ წარმოვიდგინოთ ეს მოცემულობა და არ უნდა დავიდეთ იმ მდგომარეობამდე და აუცილებელია ყველა გარემოება შეფასდეს და სწორი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, მაგალითად როგორც თქვენ თქვით, რა პერიოდსაც ეხება იმ პერიოდზე უნდა მოხდეს თუ პირს შეძენილი აქვს რაიმე, მასზე უნდა გავრცელდეს ყადაღა და არა ნამდვილად საარსებო წყაროზე და არა ნამდვილად 80-იან წლებში შეძენილ პირობითად ქონებაზე. ეხლა რა ეტაპზე არის საქმე? ჯერ ამდენადაც ვიცით სასამართლო პროცესები არ დაწყებულა, ხო მართალია? თქვენ მყოფებს შეფარდებული აქვს პატიმრობა, ხო? დაუსრებლად მოხდა ამისი შეფარდება. აი ამის კი ბატონო, ამაზეც რო ვისაუბროთ, აი პატიმრობის ნაწილზეც, რატო თქვით რომ უკანონოდ მოხდა შეფარდება და ამის მერე ხომ არ მომხდარა კიდე რაიმე სიახლე საქმეში? პირველ რიგში უკანონოდ იმიტომ მოხდა პატიმრობის შეფარდება, რომ პატიმრობას აქვს თავისი სტანდარტი. ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს კანონი იცავს უკანონო პატიმრობისაგან და როდესაც აქ ვსაუბრობ ჩვენ სტანდარტზე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რა სტანდარტია ეს. ეს არის ის სტანდარტი, რომ პირს პირველ რიგში
ალბათობის, ანუ ვარაუდის სტანდარტით უნდა გქონდეს დანაშაული ჩადენილი, ეს არის ვარაუდის სტანდარტი. შესაბამისად ეს მტკიცებულებიდან უნდა მოდიოდეს ეს ვარაუდი და არა შინაგანი რწმენება. რა თქმა უნდა, ბატონო ჩემო, და მეორე გარემოება ეს არის უკვე რისკების სტანდარტი, ვინაიდან აღკვეთი ღონისძიება არ არის მხოლოდ და მხოლოდ პატიმრობა, არსებობს სხვა მრავალი სახის აღკვეთი ღონისძიება, ამას იცნობს ჩვენი კანონმდებლობა და გვიწერია კანონში. მოდით დაუბრუნდეთ ვარაუდის სტანდარტს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 179 მუხლი ჩვენ ცალსახად გვეუბნება, რომ არ შეიძლება პირის პასუხისგებაში მიცემა თუ პირველი ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ირიბ ჩვენებებთან და მეორე ამ შემთხვევაში არ არსებობს მტკიცებულებები. ეს არის დედაენა მარტივად რო ვთქვათ იურისპრუდენციის, როდესაც კანონი პირდაპირ გვეუბნება ჩვენ აღნიშნულს. სამწუხაროდ რა მოხდა პირველ შემთხვევაში ბატონ ოთართან მიმართებით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, საერთოდ არ არსებობს. ბუნებაში არ არის, არათუ სისხლის სამართლის საქმეში და პირს შეუფარდეს უკანონოდ პატიმრობა. ეს არ შეიძლება. ესაა წარსული სტანდარტებით ხელმძღვანელობა არ შეიძლება. აი ეს უნდა გავიგოთ კარგად, ვინაიდან თუ ჩვენ ამ სტანდარტებს, წარსული სტანდარტს დავამკვიდრებთ, რომელიც ადრე არ მოგწონდა და სამართლიანადაც არ მოგწონდა და თვლიდით, რომ ეს არ შეიძლება, ეს ცუდია. დღეს იგივეს როცა ვხედავთ ამ სისხლის სამართლის საქმეში, აი ეს იწვევს გულის ტკივილს. და მეორე შემთხვევაში, ეგრეთ წოდებულ კოლ-ცენტრების საქმეში გვაქვს ანალოგიური მოცემულობა. გვაქვს ჩვენება, რაც განგვიცხადა კიდევაც საქართველოს პროკურატურამ, თუმცა არ გვაქვს მტკიცებულება. აქაც დარღვეულია უკვე საკანონმდებლო სტანდარტი და კვლავ განმეორდები, როდესაც დარღვეულია საკანონმდებლო სტანდარტი და ბრალდების მხარე მოდის სასამართლოში შუამდგომლობით, აუცილებელია სწორედაც სასამართლომ შებოჭოს და დააბრუნოს სამართლებრივ ველში. სხვა გამოსავალი ნამდვილად არ არის შექმნილ ვითარებაში. ერთადერთია სწორი სამართლებრივი შეფასება და არ უნდა დაამკვიდროს სასამართლომ ასეთი პრეცედენტები. თუ კი ვხედავთ და ეს არ ეხება მხოლოდ ამ საქმეებს, სხვა ნებისმიერი საქმე ავიღოთ. საქართველოში მოქალაქე თავს უნდა გრძნობდეს დაცულად და მან უნდა იცოდეს, რომ მას იცავს კანონი და თუ ჩვენ ასე წავალთ, სამწუხაროდ ნამდვილად დავბრუნდებით წარსულში და ეს ნაბიჯები არ იქნება გადადგმული ნაბიჯად მომავლისკენ. ამას გარდა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, უფრო პატიმრობის შეფარდების საფუძველი მიზანი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ გამოძიება აი ამ პერიოდში, რა პერიოდითაც პირს მისცემენ წინასწარ პასუხისგებაში, წინასწარ პატიმრობაში, უნდა მოიპოვოს დამატებითი მტკიცებულებები, რომ შემდეგ ეს ყველაფერი ჩაიდოს საქმეში, ხო მართალია? აი ამ ხრივ თუ გვაქვს რაიმე წინსვლა გამოძიების მხრიდან რაიმე სიახლეა, როდის ველოდებით არსებითი სხდომების დაწყებას თუ გაქვთ მოლოდინი, რომ შემდეგ სხდომაზეც აღმოჩნდებით იმ ვითარებაში, როცა იტყვის გამომძიებელი, რომ ჯერ არა გვაქვს გამოძიება დასრულებული, კიდევ გაახანგრძლივებენ პატიმრობის ვადას, რასაც მივეჩვიეთ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში, რომ ადამიანს დააკავებენ და მერე მუდმივად ხდება პატიმრობის ვადის გახანგრძლივება, მერე შეიძლება საერთოდ გაათავისუფლონ ეს ადამიანი და თქვან, რომ აი არ ყოფილა დამნაშავე, მაგრამ ის ვადა ამ ადამიანს უწევს შემდეგ პატიმრობაში გატარება, ხო? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გეთანხმებით. მადლობა ასეთი კვალიფიციური კითხვისთვის. სამწუხაროდ ესეც ბოლო პერიოდში ასეთ მსგავსი პრაქტიკის დანერგვას ვხედავთ საკმაოდ ბევრ სისხლის სამართლის საქმეში და პრობლემა რა არის? გამოძიება ვერ ასაბუთებს თუ რატომ სჭირდება მას ვადა. ეს საკმაოდ ხშირი პრობლემაა. მაგალითისთვის გეტყვით, ბატონი ოთარის სისხლის სამართლის საქმისთან დაკავშირებით
სასამართლოში განვითარებულ მოვლენას, როდესაც ვადა გაგრძელდა გამოძიების და რა თქმა უნდა შეიცვალა წინა სასამართლო თარიღი. ეს არის ბატონი ჯანგველაძის თემა, უნდა ვქონოდა თებერვლის თვეში, თუმცა გამოძიებამ გააგრძელა ვადა გამოძიების და შესაბამისად სამწუხაროდ კვლავ უკანონოდ სასამართლომ დატოვა ბატონი ოთარის მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება ძალაში. რა ხდებოდა აქ? ძალიან მარტივად. ნული დასაბუთება იმისა, რომ ვადა საერთოდ უნდა გაგრძელებულიყო. მაგრამ სასამართლომ ეს გააკეთა. ეს არის პრობლემა. ან უბრალოდ მიმართავს პროკურატურა რომ მოდი გავაგრძელოთ ვადა და ეთანხმება სასამართლო იმით. პრაქტიკულად ასე გამოვიდა, ვინაიდან სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ოდესმე ეს სისხლის სამართლის საქმის მასალები და სამართალწარმოების მასალები გახდება ღია, გახდება საჯარო და დღეს რასაც ვამბობ თქვენს წინაშე, სრულად დადასტურდება იმ დოკუმენტებით, რაც არის ამ სისხლის სამართლის საქმეში. როდესაც არის ნული მტკიცებულება, სასამართლომ არ უნდა მისცეს ბრალდების მხარეს, რომ გააგრძელოს ვადა. რას ნიშნავს? კარგად რო გაიგოს მაყურებელმა ნული მტკიცებულება. ვადის გაგრძელება სჭირდება, გამოძიება ასაბუთებს იმისთვის, რომ კიდევ უნდა მოვიპოვო, კიდევ უნდა გავაკეთო და დროში ვერ ჩავეტიეო. მაგრამ დროში რო ვერ ჩაეტია, ეს უნდა დასაბუთება უნდა ჰქონდეს ამას. ეს უნდა იყოს დასაბუთებული და როდესაც მართლაც არაფერი არ გაქვს დასაბუთებული და ამას დგები და ვადა გრძელდება ასეთ საქმეს. ეს არის უკვე არა თუ დროში ვერ ჩავეტიე, როცა იმასაც ვერ უთითებ, აი მომავალში რა შეგჭირდება ეგ დრო, რა მტკიცებულება გაქვს მოსაპოვებელი. აბსოლუტურად გეთანხმები და ეს არის კატასტროფისგან გადადგმული. ეს არის სამართლებრივი კატასტროფა. ასეთი რამ არ შეიძლება. როდესაც შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი, არ შეიძლება ის დაკმაყოფილდეს. რა კმაყოფილდება, ხო? გარკვეული გადაწყვეტილება. უკან რა უდგას ამ გადაწყვეტილებას? კანონი ასეთ რამეს არ გეუბნება. არ შეიძლება კანონის სახელით დაკმაყოფილდეს უკანონობა. და ბოლო საკითხი, რაზეც მინდოდა მესაუბრა, ეს ალბათ არა მხოლოდ ამ საქმეს შეეხება, მედია და მართლმსაჯულება. აი ასეთი სათაურით რო გამოვიტანოთ ეს თემა. ბოლო პერიოდში ბევრ საქმეზე ჩვენ ხედავთ, რომ სასამართლო დარბაზში კი არ წყდება სამწუხაროდ პროცესები, ხშირად გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ტელევიზიების სტუდიებში ხდება ეს. და აი ამ ხრივ სამწუხაროდ ჟურნალისტებს არ აქვთ, რა თქმა უნდა, შეიძლება ისეთივე სტანდარტები, როგორიც არის სასამართლოზე. მართალია უდანაშაულობის პრეზუმციის საკითხი ჩვენი კანონმდებლობით არის მოწესრიგებული, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მკვდარი ჩანაწერია ეს, იმიტომ რომ არავინ მე რასაც უყურებ, ამ ჩანაწერს პატივს არ ცემს, არ იცავს. პირდაპირ ეთერებში გამოაქვთ ადამიანებისთვის განაჩენები, ისე რომ შეიძლება საქმის მასალებში ჩახედულიც არ გქონდეთ. ზოგადად რამდენად გგონიათ თქვენ ეს პრობლემა მართლმსაჯულებისთვის არის თუ არა ეს გამოწვევა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და არსებობს თუ არა კანონით რაიმე მექანიზმი, რომ ასე დროს ადამიანმა დაიცვას თავი, მართლა დაიცვას ოღონდ თავი, ხა კი არის სამოქალაქო კოდექსში ჩანაწერი პატივის და ღირსების შელახვისთვის შეგიძლია უჩივლო ადამიანს, მაგრამ ნუ გვესმის, რომ სამოქალაქო დავა განსაკუთრებით შეიძლება 5 წლის პერიოდში კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელდეს, გაიწელოს და იმ დროისთვის, როდესაც დადგება გადაწყვეტილება, უკვე აზრი აღარ კონდეს. ანუ ეს არ არის მაინდა-მაინც ქმედითი მექანიზმი. სხვა რაიმე მექანიზმი აქვს ადამიანს, რომ დავიცვა თავი, რომ ვიღაცები არ დასხდნენ ეთერებში, არ ილაპარაკონ ჩემზე სისულელეები და ამისგან ვიყო დაცული ადამიანი. იცით, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის ნამდვილი გამოწვევა. გამოწვევა მართლმსაჯულებისთვის, გამოწვევა სამართლებრივი სახელმწიფოსთვის და რატომ? ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმე არ აქვს გაკითხული, ანალიზი არ აქვს გაკეთებული და შესაბამისად მსჯელობენ აღნიშნულზე და არათუ მსჯელობენ, არათუ ვარაუდებს გამოხატავენ, არამედ მტკიცებით ფორმაში ლამის ამტკიცებენ და თავიანთი პათოსით გვეუბნებიან imās, რომ თურმე თეთრზე შავია, ამ პირიქით შავი თეთრია. და თან ამ დროს შემპასუხებელი არ ყავთ, რომ თან ამ დროს შემპასუხებელი არ ყავთ. რა თქმა უნდა, იცით,
სამწუხაროდ აქ მყარი მექანიზმი, მძლავრი საკანონმდებლო მექანიზმი არ არსებობს და აუცილებლად უნდა არსებობდეს, უფრო მეცაც გეტყვით თქვენ სწორად აღნიშნეთ სამოქალაქო სამართალწარმოების საკითხები ამ კუთხით, მაგრამ ის არ უნდა იყოს ძალიან გრძელვადიანი, უფრო მეტიც მოკლევადიანი უნდა იყოს და ადამიანმა, რომელიც საჯაროდ გამოდის და სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. ეს იქნება ჟურნალისტი, ეს იქნება უბრალო მოქალაქე და ასე შემდეგ, როდესაც გარკვეულ თავის პოზიციას მტკიცებით ფორმაში ავლეს და უფრო მეტიც შეიძლება აქ უკვე სხვა ზნეობრივ საკითხებსაც შევეხოთ, მაგრამ მტკიცებით ფორმაში ავლენს აუცილებელი არის თუ სხვა პირს, მეორე პირს გაუჩნდება სამართლებრივი პრეტენზია მის მიმართ, ეს პრეტენზიის განხილვა მოხდეს ქმედითად და თქვენი თქმისა არ იყოს მართლაც 5 წელიწადი არ ელოდოს როდის მორჩება კონკრეტული განხილვა. გამოწვევა თანამედროვეობა მოაქვს ეს გამოწვევები და ჩვენ იმეც ვიტოვებთ მართლაც გუწფელად რომ აუცილებლად თვითონ სახელმწიფოც დაფიქრდება აღნიშნულზე, გაამახვილებენ საკანონმდებლო ორგანოში ამაზე ყურადღებას და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები. იმიტომ რომ ეხლა კონსტიტუციაში თუ გვიწერია, აი ეს მაინტერესებს იდეაში რომ პრინციპი რომ უნდა იყოს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმპცია დაცული, ეს არის კონსტიტუციური პრინციპი, მაგრამ გასაგებია კონსტიტუციაში ეხლა პროცედურები ვერ გაიწერება, მაგრამ ნებისმიერ კონსტიტუციურ პრინციპს ხო ახლავს მე უკვე თან საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც ამყარებს მას, იცავს მას და აი ამ მიმართულებით რა შეიძლება ვერ შესრულდეს ბოლომდე, მაგრამ სახელმწიფო თავის მექანიზმებს იყენებს. აი ხშირად ვეკითხები ხოლმე, როდესაც ჩვენთან არიან სტუმრები ადვოკატები, რომ გვაქვს ესეთი მექანიზმები კანონმდებლობაში, რაც ჩვენივე კონსტიტუციურ პრინციპს გაამყარებდა და დაიცავდა და გახდიდა ასე ვთქვათ უფრო ქმედიც. სამწუხაროდ თქვენგანაც ვისმენთ, რომ არ არსებობს კანონით ასეთი ქმედითი, თორე ხაი ჩანაწერი კი ვახსენეთ მე ჩვენდე მოხლია მგონი სამოქალაქო კოდექსის, ეგ გასაგებია, მაგრამ აი ქმედითი მექანიზმი არ გვაქვს ესე იგი. იცით, ხატონად შემიძლია ამაზე გიპასუხოთ რა. მოდით, ყველა უნდა დავფიქრდეთ ერიც, ბერიც, ხელისუფალიც. ჩვენ უნდა გავიაზროთ წარსულის გამოცდილება და არ უნდა შევქმნათ სამართლებრივი ურჩხული. და თორემ ეს სამართლებრივი ურჩხულს ძალუც, როგორც იმ დროს შთანთქა ამ სამართლებრივი ურჩხულის შემქმნელები, დღეს თუ ჩვენ ამ სამართლებრივ ურჩხულს შევქმნით, აუცილებლად ვიცოდეთ, რომ იმ შემქმნელსაც შთანთქავს. აი ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ და კარგად უნდა გავიაზროთ ყველამ, ვინაიდან უდანაშაულობის პრეზუმპცია თავისი არსით, თავისი შიგჩადებული სამართლებრივი ფილოსოფიით, ეს არის ღერძი სწორედაც დემოკრატიული ღირებულებების და არავისი უდანაშაულობის პრეზუმპცია არ უნდა იქნეს დარღვეული. მით უმეტეს თქვენ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტები ბრძანეთ, მე შეიძლება როგორ ჟურნალისტ ვიღაც მომწონდეს, ვიღაც არ მომწონდეს, რაღაცას ვიზიარებდე, რაღაცას არ ვიზიარებდე, მაგრამ ჩემი პიროვნული შეხედულებები უნდა დარჩეს ჩემთან და რაც შეეხება საზოგადოებას, როდესაც ვაწვდე ინფორმაციას, აუცილებელი არის სწორედაც უდანაშაულობის კონტექსტში ჩაჯდომა. ეს არის აპრიორი თუ გვინდა მართლაც, რომ სამართალი და კანონის უზენაესობა იყოს ამ ქვეყანაში. სხვა შემთხვევაში, როგორც გითხარი, აი ამ სამართლებრივ ურჩხულს ვაძლევთ ძალას, ვაძლევთ ენერგიას და მერწმუნეთ. შემქმნელებსაც ჭამს. ამას კარგი იქნება, რომ თუ კი წარსულის შეცდომებს პირველ რიგში ის ადამიანები გაითვალისწინებენ, ვისი გადასაწყვეტიც არის ეს ბევრი რამ და ალბათ სამყაროს უბედურებაც ეგ არის ხოლმე ზოგადად, რომ არ ითვალისწინებს არასდროს მომდევნო წინას შეცდომებს და იმედი მაქვს, რომ ამ ხრივ მართლაც იქნება გამონაკლისი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მერაბ გადაცემაში მონაწილეობისთვის. შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ ბატონი მერაბ ჩიქოვანი, ადვოკატი, იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჩვენ საუბრობდით ბოლო პერიოდის ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, თაღლითური კოლცენტრების, ეგრეთ წოდებული თაღლითური კოლცენტრების საქმეზე, სადაც ბატონი მერაბი წარმოადგენს ოთარ ფარცხალაძის და მიხეილ ჩოხელის ინტერესებს. დიდ მადლობას გადაგიხდით, მოგახსენებთ ყურადღებისთვის და დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.